აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფს. რეაბილიტირებული გზა ზურგეთის რაიონის სოფელ ნადანებიდან დაიწყება და 20-მდე სოფლის გავლით მახინჯაურში დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ საკურორტო დაბა ქობულეთი სატრანზიტო მოძრაობისაგან მთლიანად განეტვირთება. თამუნა დოლაბერეძე ამბობთ. ასეთი იქნება ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც მალე კურორტ სატრანზიტო მოძრაობისგან სრულად განტვირთავს. ხიდები, რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, ხელოვნური ნაგებობები და გარე განათების სისტემა. 13 კილომეტრიანი ახალი გზით ქობულეთისა და 20-მდე სოფლის გვერდის ავლით მახინჯაურში ამ მაგისტრალით მოხვდებით. ეს არის ჩქაროსული გზატკეცილის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სეგმენტი ქობულეთის შემოვლითი გზა და ვართ საიტზე, ეს არის საიტი, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს 80%-ით ამ წლის ბოლომდე და ვარაუდობთ, რომ მომდევნო წლის დასაწყისში უკვე მთლიანად დავასრულებთ და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დასრულების შემდეგ აბსოლუტურად განიტვირთება ტრანზიტული მოძრაობისგან ქობულეთი. ახალი გზა სათავეს ოზურგეთის რაიონის სოფელი ნატანების მახლობლად აიღებს. 13 კილომეტრიანი მონაკვეთის დაფარვა ავტომობილით გაცილებით მოკლე ხანში იქნება შესაძლებელი ვიდრე ახლა. გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, აშენდება 3 სატრანსპორტო კვანძი, მოეწყობა საყრდენი კედლები და სანიაღვრე სისტემები. მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით ხორციელდება. სამუშაოებზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. ფსიქოლოგია ვარ დასაქმებული. მაღობილი როგორ ახლა სამუშაოა და ფიზიკური გეოდეზისტებში მუშაობ და თილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე 7 წუთებამდე მუშაობ და დავით ყველაფერი ნორმალურია შეჯერა. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა დამატებით 140 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი გამოყო. ხელშეკრულებას დღეს ხელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერეს. ეს არის მეორე ტრანში, მეორე ნაწილი ფინანსური რესურსისა, რომელიც ხმარდება ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას. პირველი ტრანში იყო 118 მილიონი და ეს მეორე ტრანში 140 მილიონი დოლარიანი იქნება. ჯამურად საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი იხარჯება ამ პროექტზე. აზიის განვითარების ბანკი ამაყობს, რომ ამ გზის მშენებლობაში მონაწილეობას იღებს. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობს ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქობულეთი ტურისტების და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება, რადგან კურორტზე ეკოლოგიური პირობები გაუმჯობესდება და გადაადგილებაც უფრო კომფორტული გახდება. გზის სამშენებლო სამუშაოების 80% წლის ბოლოსთვის დასრულდება. მომავალში ქობულეთის გზა ჩქაროსნულ მაგისტრალს შეუერთდება.